დღეს ვიწყებთ ჩვენ მესამე ლექციას. ძირითადი საკითხები, რომლებსაც განვიხილავთ, ესენია რომანული ენების ძირი ენა, ხალხური ლათინური, ხალხური ლათინურის რომანულ ენებად გარდაქმნა, სტრატების თეორია და რომანული ენების პირველი ისტორიული ძეგლები. ლათინურმა ენამ განვითარების ხანგრძლივი პერიოდი განვლო, რომელიც არაერთგვაროვნებით ხასიათდება. ლათინური ენის ისტორია შეიძლება პირობითად დავყოთ სამ პერიოდად, ესენია არქაული, კლასიკური და გვიანდელი პერიოდები. არქაული პერიოდი მოიცავს პერიოდს პირველი ხელნაწერებიდან ძველ წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში. პირველი პერიოდი არ გამოირჩევა დიდი რაოდენობა წარწერების არსებობით. ეს პერიოდი ხასიათდება იმით, რომ ამ ლიტერატურულ ძეგლებში, უფრო მეტად ძირითადად კომედიებში, მოცემულია ლათინური ენის მატარებელთა სასაუბრო მეტყველება. ამ პერიოდის ტექსტებში აისახება ენობრივი ნიშნები, რომლებმაც ვერ პოვეს ასახვა ლიტერატურულ ენაში. მაგრამ შენარჩუნებულ იქნა ლათინურ სალაპარაკო მეტყველებაში, რომლებიც გადავიდა შემდეგ რომანულ ენებში. კლასიკური პერიოდი პირობითად თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველი საუკუნით და მეორე საუკუნით ჩვენი წელთაღრიცხვით. ეს ლათინური ენისათვის ოქროს ხანა იყო. ლიტერატურა, კულტურა, ხელოვნება ძალიან დიდ აღორძინებას მიაღწია. ეს ის მონაკვეთია, რომელიც იწყება ციცერონის გამოსვლებით, ავგუსტუსის გარდაცვალებამდე. ამ პერიოდის მწერალთა ნაწარმოებებმა მიიღო კლასიკური, ანუ ოქროს ხანის ლათინურის სახელწოდება. კლასიკური ლათინურის პარალელურად ვითარდებოდა სასაუბრო ლათინური. თვით სასაუბრო ლათინური როდი იყო ერთგვაროვანი რომის საზოგადოების დიდგვაროვანთა სოციალურ ფენებში. უმდიდრესი მასალაა მოცემული ამასთან დაკავშირებით ციცერონის მიმოწერებში. ლათინური ენის გვიანდელი პერიოდი მოიცავს ჩვენი წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნეებს. ესაა რომის იმპერიის კრიზისის ეპოქა, როდესაც მოხდა მისი დაყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ რომის იმპერიებად. მის ტერიტორიაზე გაჩნდა ბარბაროსთა სახელმწიფოები. ლათინური ენა კვლავ რჩება ყველა ოფიციალური დოკუმენტის ენად, როგორც მეფის კარზე, ისე ეკლესიისათვის. ეკონომიკური კავშირების გაფართოება ხმელთაშუა ზღვაში მოითხოვს ვაჭართა მიერ დამწერლობის ცოდნას. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაუნათლებელი იყო. როდესაც გვიანდელ ლათინურზე ვსაუბრობთ, იმ პერიოდში სასაუბრო ლათინურს ადეკვატური ასახვა არ ჰქონდა ტექსტებში, მაგრამ მათი აღდგენა შესაძლებელი იყო იმ შეცდომების მიხედვით, რომლებიც ამ ტექსტებში იქნა გაპარული. მასკუთებით ლაბასაუბარია ამ ტექსტების გადაწერის პერიოდზე. მასშტაბით ლათინური ენა არაერთგვაროვანი იყო, დაწყებული პირველი ლიტერატურული თხზულებებიდან. მის პარალელურად არსებობდა ზეპირი სასაუბრო მეტყველება, რომელიც ასახავდა ენის მდგომარეობას სხვადასხვა პერიოდში. ასევე ლიტერატურული სამწერლობო ენის მდგომარეობას, რომელიც თანდათანობით ნორმად იქცა. თუმცა სასაუბრო ენისათვის დამახასიათებელი ფორმები აღწევდნენ ლიტერატურულ თხზულებებში, უკაცრავად, ჟანრისა და მისი შექმნის პერიოდის მიხედვით. ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებული ბარბაროსულ სახელმწიფოებში დიდი ხნის განმავლობაში შემორჩენილი იყო ლათინური ენა. უმეტესობა ადამიანებისა, ვინც ლათინურად წერდა, ნაკლებად განათლებული იყო. სამწერლობო ენა ხდებოდა თანდათანობით ანტიენად. ეს ტერმინი იტალიელი ლინგვისტების მიერ იქნა შემოტანილი. ანუ მას იტალიურად ანტილინგვას უწოდებდნენ, ანუ ენა, რომელიც აღარ იყო კომუნიკაციის საშუალება. მერვე საუკუნის ბოლოს განსხვავება ხალხურ ლათინურსა და ხალხურ შორის იმდენად შესამჩნევი იყო, რომ სამწერლობო ენის დარეგულირების აუცილებლობა გაჩნდა. განათლების ასაღორძინებლად მთელი რიგი ზომები გატარდა.
ფრანკების მეფის კარლოს დიდის მიერ. ანუ როგორც ვთქვით, ფრანგულ ლიტერატურაში კარლოს დიდი მოიხსენიება შარლემანის სახელწოდებით. მან წერა-კითხვა გვიანი სწავლა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. მისი ბრძანებით ხდებოდა უძველესი ლათინური და ბერძნული ხელნაწერების გადაწერა. გამოიყო სპეციალური დაწესებულებები, სადაც ხდებოდა გადამწერების მიერ ერთი და იგივე ხელნაწერის გადაწერა. სწორედ ასე მოვიდა ჩვენამდე ჰორაციუსის, ოვიდიუსის, ციცერონის თხზულებები. რომანული ენები ეს ტერმინი შემოტანილი იქნა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ვინაიდან ადგილობრივი ენები ძალზე დაცილდნენ ლათინურ ენას. იტალიაში კი ადგილობრივ ენას უწოდებდნენ ვულგარულს, ანუ ვოლგარე. მე-10 საუკუნეში. მე-11 საუკუნეებიდან დასავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოში ჩნდება წერილობითი დოკუმენტები, რომლებიც აღადგენდნენ ზეპირ რომანულ მეტყველებას. ამ პერიოდში ლათინური ინარჩუნებდა მეცნიერების, ადმინისტრაციისა და ეკლესიის ენის მდგომარეობას გერმანიკულ ტომებს იმ პერიოდში არ ჰქონდათ სამწერლობო ენა, ამიტომ სამართლის დოკუმენტები შედგენილი იყო ლათინურ ენაზე. განათლება ეკლესიის ხელში იყო. მე-11 საუკუნეში გაჩნდა მუნიციპალური სკოლები. სწავლების სისტემაში შეიჭრა საერო ელემენტი. მე-12 საუკუნეში ჩნდება ახალი კულტურული ცენტრები და უნივერსიტეტები. თუმცა ლათინური რჩებოდა ურთიერთობის საშუალებად განათლებულ ხალხში. მხატვრული ტექსტების შედგენა ხდებოდა ანტიკური და რელიგიური კლასიკოსების ნიმუშების მიხედვით. მნიშვნელოვან როლს იკავებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, ანუ წმინდათა ცხოვრება. ფართოდაა მოცემული ისტორიული ჟანრი, რომელთა ავტორები იყვნენ ბერები. მე-13 საუკუნეში ლათინურ ენაზე ითარგმნა არისტოტელის ყველა თხზულება. მთავარი გეოგრაფიული, მათემატიკური, ასტრონომიული და სამედიცინო ნაშრომები, ბერძნული და არაბული ენებიდან. სამეცნიერო თხზულებების თარგმნამ გაზარდა ინტერესი მე-12 საუკუნეში მათემატიკის, ასტრონომიის, ისტორიისა და სამართლის მიმართ. იქმნება ლიტერატურული ნაწარმოებები ნაციონალურ ენებზე. ჩნდება რაინდული ლიტერატურა, საერო ლირიკა, სამიჯნურო პოეზია, ვაგანტების სატირიკული პოეზია. მე-16 საუკუნეში ჩნდება პაროდიული მაკარონისეული პოეზია. ეს ენა იყო ნაზავი ლიტერატურული რომანული ენების დიალექტების, შუა საუკუნეების ლათინურისა და კლასიკური ლათინურის. დღემდე ლათინური ენა გამოიყენება მედიცინაში. მისი ბუნებრივი სამეცნიერო ნომენკლატურა ეფუძნება ლათინურ და ბერძნულ ლექსიკას. გაფორმებულია ლათინური გრამატიკის წესების მიხედვით. სასაუბრო ენა და სამწერლობო ენა არსებობდა ერთმანეთის პარალელურად. ისინი ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენდნენ ამა თუ იმ სახით. ამ გავლენის ხარისხი და მიმართულება ვარირებდა ისტორიული და სოციალური პირობების გათვალისწინებით. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული შეიძლება დაბეჯითებით ვისაუბროთ ლათინური ენის პარალელურად რომანული კილოკავების არსებობაზე, რომლებიც შემდგომში დამოუკიდებელ ენებად ჩამოყალიბდა. მათ თანდათანობით დაიწყეს ლათინურის განდევნა კულტურული ურთიერთობის ყველა სფეროდან.